თემა ჩემი ზაფხული, მოქმედების ადგილი საქართველო. თემას წერენ საქართველოს მოქალაქეები განურჩევლად ერისას, ქესისა, ასაკისა. წელს ყველა ზაფხული იყო შოვი. ტრაგედიის ადგილი არა, ჯოჯოხეთი დედამიწაზე. წელს ყველა თავისუფალი თემა, ფიქრი, ცრემლის სევდა, ემოცია ერთია. საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ერთობას მხოლოდ ტრაგედიების დროს ვახერხებთ. ტკივილის და კრიზისის დროს ხოდა შოუმაც გაგვერთიანა. ყველას ერთნაირად ტკიოდა და თითქმის ყველა ჩემი Facebook-ის მეგობარი ეძებდა ღმერთს. Facebook-ში ვეძებდით ღმერთს. არადა ღმერთი ჩვენს თვალწინ იყო და გვეუბნებოდა რა უნდა გვექნა. შვილი მყავს მან ჩარჩენილი არ ვიცი რა სიტუაცია როგორ არიან და მე როგორც მე ვიცი ორი ვერტფრენი ყავთ რომელიც ღამეთ შეიძლება იფრინოს და ღამეთ მიანათოს შუქები და დაждდეს და ანუ არ გვინდა ეს 3 წლოვანი ბავშვი დაიღუპნონ მან ხალხო რამე ქენით ძალიან აქვს თქო გამოგზავნეთ ერთი მაინც ვერტფრენი რომ ვიპოვოთ და იმის მაგივრად წამომხტარიყავით მიწა ხელებით გვეთხარა გვეჩხუბა ხელისუფლება იძულებული გაგვეხადა ადეკვატურები ყოფილიყვნენ სოციალურ ქსელში პოსტებს ვწერდით სხვათა შორის ბევრი მიხვდა სად იყო ღმერთი და ამიტომ შოვი გაივსო მოხალისეებით მოქალაქეებით რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან გარბოდნენ იქ სადაც სიკვდილთან სასტიკად უთანასწორო ბრძოლა მიდიოდა იბრძოდნენ ბავშვები, ქალები, კაცები და სიკვდილმა მოგვიგო. დაუმარცხდით და რა თქმა უნდა ასე იქნებოდა მაშინ როცა ღმერთს ვეძებდით Facebook-ში, არადა ღმერთი გვეუბნებოდა რა უნდა გვექნა. ხალხო რამე ქენით ძალიან აქვს თქო გამოგზავნეთ ერთი მაინც ვერტფრენი რომ ვიპოვოთ. მნიშვნელობა არ აქვს დედა ყავს გარდაცვლილი მამა, შვილი. სიკვდილთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილვართ როგორც მაშინ, როცა ტალახში იხრჩობოდნენ ბავშვები, ქალები, კაცები და ჩვენ გვიმტკიცებდნენ რომ ვერტფრენების გამოყენების აუცილებლობა არ იყო. ცოცხალს აღარავინ ეს მკვდარი გვაპავლინა ვინმე. ახლოს ვიყავით, მაგრამ მაინც არაფერს ვაკეთებდით. ერთ ოჯახში 9 წევრი მიასვენეს. საზამესხი ამოიცნეს ბეჭდით, რომელზეც სიყვარულის ნიშნად ცოლის სახელი ეწერა. გიორგი ყარალაშვილმა ვერ მოასწრო სორბონაში ჩასვლა, იქ დაამთავრა ცხოვრება, სადაც უნდა დაეწყო. გიორგი დუდაშვილი 22 დღე ხელში თოჯინით ეძებდა 3 შვილს. და ეს არ არის ხაპარი მეგობრებო, ეს არც ფილმის სცენარია, ეს არის ჩვენი ზაფხული. ვისი სახელები უნდა ვიცოდეთ და იმ ადამიანების, რომლებიც სიკვდილთან უთანასწორო ბრძოლაში მარტო დავტოვეთ. უბრალოდ დატოვეს და ჩვენ ამისთვის პასუხი არავის მოვთხოვეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა დამნაშავეები ვართ. გიორგი გოგინაშვილი, გიორგი ყარალაშვილი, სოფო ყარალაშვილი, დავით ბერიაშვილი, გენადი სულთანიშვილი, მეგი გუტაშვილი, გიგი გუტაშვილი, მარინა ხორბალაძე, ნატო ჭელიძე, ლუკა დუდაშვილი, ანდრია დუდაშვილი, შორენა ბიჭაშვილი, მარია მაისურაძე, ქეთევან ლობჟანიძე, სამირა ისაევა, ნინი კენჭაძე, ალინა პოლიკოვსკა, ზაზა მესხი, ქსენია ტრიჩევა, სოფო ბაკურაძე, მანანა ჯაჭვაძე, თემურ ჩარკვიანი, დიტო ფირცხალავა, ნიკა ჩალაძე, სალომე ხეთაგური, კოტე მაისურაძე, ლევან რაზმაძე, ანასტასია დუდაშვილი, გვანცა ბუბაშვილი. შოვში ისეთი ჯოჯოხეთი ტრიალებდა პოლიციელის გულმა, ნანახს ვერ გაუძლო და ვერც ჯარისკაცის. ორივეს გული გაუხეთქა სიკვდილთან დამარცხებული ადამიანების ნახვამ. ასობით მაშველი დღე და ღამე ცდილობდა ღმერთის პოვნას და ყოველ ახალ დღეს წმუდებოდნენ, რომ დავაგვიანეთ. სასტიკად დავაგვიანეთ, იმიტომ რომ ღმერთს ვეძებდით Facebook-ში არადა. გვეუბნებოდა რა უნდა გვექნა. ხალხო რამე ქენით ძალიან აქვს თქო გამოგზავნეთ ერთი მაინც ვერტფრენი რომ ვიპოვოთ. ჩემი ზაფხული, მოქმედების ადგილი საქართველო, რომელსაც ისევ იგივე მთავრობა ყავს. მთავრობა, რომელიც ფიქრობს, რომ იმ ჯოჯოხეთში მეგობრების დახმარება აუცილებელი არ იყო, მეგობარი ქვეყნების. და მაშინ როცა ყველა წამს ოქროს ფასი ჰქონდა, 4 საათს გვამადლიდნენ. მე აღარ მინდა თემას საუბარი. მე კიდევ ერთხელ მინდა. მე კიდევ ერთხელ მინდა. ამის საჭიროება არის. ქიანეთის გზატკეცილი გვინდა სახლში მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს. ქონის სტატუსი შემხვდა. სადაც წერდით, რომ იმ წამსო თუ თავს არ იკლავო, მერე ცხოვრება მიდისო. თავის მოპლაკი არ მინდოდა. არაფერი, არ ვიცი, ჩემ შემთხვევაში ხა. და საერთოდ ყველა დედის შემთხვევაში. მინდა რომ დავხუჭო თვალები და გავითიშო და თქვენ შულთან აღმოჩნდეთ. რამდენად აღმოჩნდები არ ვიცი და იმედია აღმოჩნდები.
მეტი აღმოჩნდა. მე დარწმუნებული ვარ ამაში ხარ. ამინ. რაღაცების რწმენა ხომ მნიშვნელოვანია ჩვენ. რასაკვირველია კი, მიუხედავად მით უმეტეს ლევანიკო ძალიან მოწმობა იყო, ძალიან უყვარდა მერტი ძალიან ეს უკრაინის ამბები რომ დაიწყო და ბოლო კონცერტი რომ და ვერ გადადო კონცერტი რაღაცა ერთი მომენტი იყო რომ ის აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო და მითხრა მეტი რა გავაკეთო მთელი კონცერტი საქართველოს დროში თბეროდიო და მეტი ამაზე მეტი რა გავაკეთო ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით თქვენ მაგრამ ის დღე უნდა გაგახსენოთ როდესაც Facebook-ზე მგონი ნახეთ მისი მეგობრის სტატუსი, ხო? ღამე რომ მოდიოდა სახში ურეკავდი, აბა ლიფტში როგორ ახვედი ტაქსი, როგორი ტაქსით იყო, აი ფსკოლურად ყველაფერი და მობეზრებული ქონდა. ჩემთან ეს ყველაფერი და ვიფიქრე რომ გავანებებ თავს, ახლა დაისვენოს, დაწმარდეს, დამშვიდეს და აღარ დაურეკე. აღარ დაურეკე, მეორე დილას ჩვეულებრივად ვზივარ ბედნიერი ამ რაღაცებს ვაზიარებ ამ ჩემ Facebook-ზე, ჭუაზე სიხარული და თურმე რა ხდება იქ და რა საშინელება ტრიალებს ჩემ თავს და ჩემმა შვილმა დამირეკა, შაკომ დამირეკა და სათხარო მითხრა და რაღაცა ისეთი შეშფოთებული ხმით. რო დამემართა კრუჩხები და გავგიჟდი და ვიფიქრე რა ხდება. ერთადერთი რასაც ვფიქრობდი, აბსოლუტურად არაფერზე არ მიფიქრია. ნანუკა არასოდეს არ ვფიქრობდი არაფერზე ლევანიკოზე, რომ აი რამეს ერთადერთი ვფიქრობდი, რომ ან ავარიაში შეიძლება მოყვეს. ტელეფონი აი ესე მიკანკალებდა ხელი და ტელეფონში ვეძებ, ახლა მე თვითონ არ ვიცოდი ნანუკა რას ვეძებდი. აი წარმოდგენა არ მქონდა რას ვეძებდი. და უცებ ამოვარდა ლაშა გოგიაშვილის პოსტი რომ ეს რა გვიქენი ბიჭოლო და აი მე უკვე მივხვდი რომ დაუშვით ის კიდე ვერ დაუშვი ნანუკა აი კიდე ვერ დაუშვი ხო გეუბნები აი ფიქრობდი რომ აი რაღაცა დაემართა ისეთი რომ აი როდის დაუშვით ვერ დაუშვი აი საერთოდ ეხლაც ვერ უშვებ ნანუკა ეხლაც ვერ უშვებ ვერ დაუშვი მე უცებ ატყდა მთელი ამბავი მე ვისაიდან მოვიდა ვინ მოვიდა აი უცებ აი აქ ერთ საათში მეზობლებმა აბსოლუტურად სულ მიცოდა თურმე მთელმა ქალაქმა კი არა და სულ ის იყო აი აბსოლუტურად შეძრული იყო სულ ყველა მაგრამ აქ ისეთი ჩამიჩუმი არის მოდა ჩვენგან და ისეთი სიმშვიდე იყო რომ ვერავინ ვერ ბედავდა კითხვასაც კი რომ რა გჭირთ და მე უკვე ერთი მოვიდა მეორე მოვიდა მესამე მოვიდა და მე უკვე აღარ მაქვს და ჩემი მეუღლე ოთახში იყო რა ხდებაო იკითხა და იმა როგორ ჩანს უკვე უთხრა რომ რაც იყო და რომ გავიგე ესე ტელეფონი რომ დააგდო დაბლა და დაიმშრა ეს ტელეფონი და რაღაც ნამტრევები გარეთ გამოცვი გადმოვარ და აი მაშინ უკვე მივხვდი რომ ძალიან რაც იყო ჩემს თავს და აი ეს ხათაშორის მე მალე ჩამოიყვანეს ძალიან რაღაცა ორ დღეში მოხერხდა ლევანიკოს ჩამოყვანა და ბოლომდე არ მჯერა რა ვქნა არ მჯერა ვერ უშვებ ეხლა წეღან რაღაც გადაცემა რადიოში იყო ლევანის სიმღერა მიუძღვნა ლაშა რამიშვილის და აი გონია რომ მე ვერ უსმენ ვერ ვეკარები ვერაფერს ოთახებში ვერ შევდივარ ის სადაც ლევანიკო რაღაც აი ყველგან იმისი დადებული რაღაცა ხდება გამოვაღებ კარადის კარს და ლევანიკოს რაღაცადებს მის ოთახში შედიხართ არა ვერ შევდივარ კარადებსაც ვერ ვაღებ ნივთები ეხლა რაც ჩამოიტანეს იქიდან რაც გამოგვიგზავნეს რაც ქონდა თავისი ყველაფერი ნივთები რაც ჩამოიტანეს ისი აწყვია ხელუხლებელი ვერ გავხსენით ვერ ვხსნი არ შემიძლია აწყვია ისე აი ეს თავისი საკონცერტო ტანსაცმელი ყველაფერი
ერთადერთი აი ახლა ვზივარ რა ესე ხო გეუბნებით აი ესე ვზივარ და დღე აიო ეს ხო აი უფუნქციოთ აი უყველაფროთ დავრჩი აი უძლური დავრჩი ვერვერების აკუთარ თავს ვერანაირად ვერვერები ყველა ბებისთვის როგორია ნებისმიერი დედისთვის როგორი შვილიც არ უნდა ყავდეს შვილია და ნებისმიერი დედისთვის როგორი გადასატანია და როგორი სიმტენით აუწერელი სიმწარეა ეს აი სიტყვებს რომ ვერ გადმოსცემ ისეთია მაგრამ აი მე კიდე რაღაცა სხვანაირი ურთიერთობა მქონდა ჩემ შვილთან. ჭკვარი არ ქონდათ გაწყობილი არც ერთი. სხვანაირი ურთიერთობა. სიმღერებს რო არჩევდა. მირეკავდა და მეუბნებოდა მელო ეს სიმღერა მოგწონს. მერე რაღაცა ტექსტებს ურჩევდი, რაღაცა ვიქიქებოდით წიგნებში, აი ეს. კარგად. ბოლოს რამდენიმე ერთი თვით ადრე გამომიგზავნა, შაკოსთან გაუგზავნია ვიდეო სიმღერის. უსმინე ნანუკა აი ცრემლად დავიღვარე ისტერიკა დამემართა ისე ვიტირე და მერე ვუთხარი რომ მერე დაურეკე და უთხარი ნუ რა გახდა ვერ გავიგე სულ ისეთ სიმღერებს რომ ღერი ხარო რატომ ის აი მეტირება მეთქი მე უთხარი და რატომ ღერი ხარ ამისთანა სიმღერა ეს კი მკითხე იცი გამომიცემე ვარ გაღმიჩე შუა ჩამოდის მდინარე სასაფლაოზე სულ ვარ. ყოველ დღე იქ ვარ. ყოველ დღე. და როცა სასაფლაოზე მიდიხართ, რას ემოციურად ეს რას გაცნობთ? აი რა მჭირს იცი აი ახლა უკვე 4 საათის შემდეგ უკვე აი რაღაცა შუადღე რო გადა უკვე აი სიგიჟები მემართება რომ უნდა წავიდე. აუცილებლად უნდა წავიდე. და რას იქ ემოციურად რა ემოცია გაქვს? ემოციურად იცი რა არის აი იყო მომენტი რომ აი მიწაზე ვიჯექი და არ ვიცი რა დრო გავიდა და ესეც იმდენად გათიშული იჯდა როგორც ჩანს რომ მიცვალებულის საფლავზე ვიღაც იყო მისული და ვიდრე ამ კაცმა არ უთხრა ჯემალის რომ იქნება აყენოთო ხო თვითონ ხო არ მოვიდოდა უცხო კაცი იყო ისიც ვერ მიხვდა რომ მე უნდა ამდგარება მიწაზე აი ხო აი მე მინდა რომ იქ ვიჯდე აი ახლოს უნდა ვიჯდე ეხლა აღარ ვცდილობ რომ ძალიან ისტერიკა არ დამემართოს და არ ვიტირო იმიტომ რომ მეუბნებიან რომ სულ იმას მეუბნე სიზმარში არ მინახავს და სულ იმას მეუბნებიან რომ იქნებ ნახოს სიზმარში და ნუტირი ხარ ამდენი ტირილი არ შეიძლება მაქსიმალურად ვიკავებ თავს მაგრამ აი მივდივარ ჩემი რიტუალი მაქვს ყოველზე წუთში რომ ვურეკავდი ხოლმე ლევანო რა შვებიდე სახსვალაგებ მეუბნებოდა პრებს უწმენდა ყვავილები უყარდა რაღაცა ქოთრის ყვავილები ძალიან გამოიწერა გამოვიწერეო რაღაც ყვავილებიო მითხრა და იმას უვლიდა ყვავილებს უვლიდა სულ და აი ესე რომ ვიცი რომ სულ სახსალაგებ და რაღაცა სულ თავისუფალ დროს რაღაც მივდივარ იქ რომ მგონია რომ ვულაგებ მგონია უსუფთად უნდა იყოს ისე როგორც თვითონ უყვარდა ისე ასეც მას დაკეცავდა და დააწყობდა ყველაფერი მინდა რომ ისე გქონდეს რამდენ ხანი შევძლებ ვერ გეტყვი არ ვიცი
რამდენ ხარ შეძლებ, მაგრამ ვიდრე შევძლებ, ასე იქნება. იმდენად ენატრებოდა დედა. იმდენად ენატრებოდა, რომ მე არ ვიცი. მერიკო კარტოზიას გადაცემაში იყო. მასთან ხო და იქ მე რომ მოვუსმინე, უკვე წავიდა, ჩაწერა ეს კარტოზიასთან და წავიდა. და რომ მოვუსმინე მერე მივხვდი როგორ არა ვიცოდი, მაგრამ მერე მივხვდი ხელა რამდენად ძვირფასია შენი ოჯახის წევრები, აი ეს ადამიანები, ვისთანაც ესე მოშორებული ხარ. როგორ ენატრებოდა ყველა, როგორ უყვარდა ყველა, როგორ ეს სიყვარული წაკეთებაა, მაგრამ როგორ ენატრებოდა პირველ რიგში დედა და იქ ამბობს, რომ დედაჩემის ერთი ზარიო, სულ არავინ არ დამირეკოს, დედაჩემის ერთი ზარი ყველაფერს ნიშნავსო და ეხლა სიმკურია რომ ძალიან მარტოა და როგორ შეიძლება რომ მე არ მივიდე, სადაც არ უნდა იყოს. ვალდებული ვარ რომ იქ ვიყო ლევანისთან. რამ გზაზე ხართ ამ ამბიდან გასვლა არ გინდათ? ჯერ მე მგონი არ შესულ ხართ ამ ამბავში. ასეა. არ შევსულ ვარ ნანუკა, რატო იცით? დედას რო შვილი უყდება, ხო, იქ რაღაცა აი 40 წლის თავია, რაღაცა მიცვალებულის დღეებია, სავალდებულო რაც არის მიცვალებულისთვის იქ ყველაფერი საზრუნავია, კი, გასაგებია, მაგრამ ლევანის შემთხვევა, სხვა შემთხვევა. აი გავხსნი Facebook-ს და ლევანია. ყველგან სიმღერა. ეხლა საღამოს სახლში რომ ეს კარგად მისი სიცოცხლის განცდას. ხო და ეს არის ალბათ, რომ აი მე ამდენ აი ესე ვზივარ და ვსაუბრობ. ვერ წარმომიდგინა გეხვეწები მოიყვანე ცოლი და არა არ არის მაგისი დროს მეუბნებოდა. შული როგორ გონიათ შეგიცვლიდათ ამ ემოციურ ტკივილს? ალბათ შემიცვლით, არა, ამ ტკივილს არა, მაგრამ რაღაცა იმედის ნაპერწკალი იქნებოდა ალბათ. ლევანთან კავშირი რაღაც ხარ. ალბათ არა, ეს თავისთავად იქნებოდა რომ ლევანის ლევანის შვილია. ეს ოთახი რას მოგცემთ თქვენი აზრით, რომელსაც ხარ აკეთებ? ეს ოთახი ლევანი რო დაგაჩნდა, მაშინ 90 წელს მაშინ დაშენდა ეს და ჩემმა მეუღლემ რო გაიგო ბიჭი უნდა გაჩნდესო და გააკეთა ოთახი და ბუხარი პირველ რიგში ბუხარი გააკეთა რომ აი ოქო ბიჭები რო გაიზდებიანო აქო წვადავებენო იმღერება იქეიფენ მაშინ არც იყო ვერ წარმოვიდგენდით რომ ლევანი შეიძლება მომღერალი და დარჩა ეგრე. ბევრი ისეთი ნივთია, რაც ძალიან უყვარდა და რასაც არ იცილებდა გოდინა. შარშან რო ჩამოვიდა, მითხრა რომ გეხოცებიო მამიჩემის დუბლიონკა მომიძებნეო. იმ წუთში რა შევედი და უცებ გამახსენდა, სად მქონდა ამოვიღე ეს დუბლიონკა, ცოტა გავწმინდეთ და ჩაიცვა. ხელჯოხი ეჭირა ხელში, იმიტომ რომ ფეხი როსტყიო და ხელჯოხით დადიოდა და გადაუღია სურათი და გამომიგზავნა. ნახე როგორ რა ტიპი ვარ, რომ ეს სურათია გადაღებული და ნახე როგორ დამაკვდა ზენჯემალის შალოვიჩის დუბლიონკაო და ამ დუბლიონკით წავიდა იქ და მთელი ზამთარი ეს დუბლიონკა ეცვა იქ. დატოვა მე არ ვიცი როგორი სახელი დატოვა. აი რა ქვია ამას ვერ გეტყვით. აი ამ ფენომენს ლევანიმ რაც შექმნა და როგორ ციცოცხლა აი ამ 31 წლის მანძილზე ვერ გეტყვით რა ქვია. თქვენ ვერ წარმოიდგენთ
ერთი დღე არ გავა საფლავზე რომ უცხო ადამიანი არ მოვიდეს რაიონიდან ჩამოდიან ერთი ქალბატონია ლორეტა როხვაძე რომელიც აი ბებიკო თავს აკლავს წარმოდგენა არა მაქვს ვინ არის აი ფიზიკურად არ ვიცნობ ამ ქალს თვითონაც არ იცნობდა ლევანის იცის მარტო ჯეოსტარიდან იცის მარტო შორიდან და აი ეს უყოლა მეკითხება ვინ არის შენიო მართლა არავინ არ არის მაგრამ ამ ადამიანს იმდენად გულწრფელად უყვარს ლევანი და იმდენად გულწრფელად დასტირის და ესეთი არის ძალიან ბევრი დღეს როდესაც აი ამდენ ტრაგედიას თქვენ თვალწინ ხედავთ როდესაც მძიმესი ზაფხული გავიარეთ ერთად ეს გიმძიმებთ თქვენ ამ შოუმა საერთოდ დამანგრია ამ ბიჭმა საერთოდ დამანგრია და მომსპოდა აი ეხლა ისე მინდოდა დაკრძალვაზე წასვლა ნანუკა არ შემიძლია მე ლევანიკოს აი ამ ერთი წელია წელიწადი და მეორე თვეა ხო მე სახლიდან არ გავსულვა ჩემ გზას აქედან საფლავი ძალიან ახლოს არის ვერ გავდივარ არ შემიძლია ცუდად უხდები აი ვერა აი ყველგან ლევანი ყველგან და მინდოდა ძალიან მისვლა დაკრძალვაზე მაგრამ ვერ შევწელი ვერ გადმოვცემ ჩემთვის ერთი შვილი რა არის ერთი რა არის და სამი შვილი აი ხანდახან ისე მინდა რომ ვიღაც შემოვიდეს და ერთი სიტყვა მითხრას რაღაც საერთოდ არაფერი არ მითხრას უბრალოდ შემოვიდეს ვერ შემოდის ვერავინ იმიტომ რომ არიციან რა მითხრა როგორ ხარო ვერ მეკითხებია როგორ უნდა მკითხო ხო სულებას იძახია აი როგორ მკითხო როგორ ხარ წარმოდგენილი მაქვს როგორ ხარ უჭირთ არც მე არ მართალი გითხრა არც მე არ მინდა რომ ზედმეტად ცრემლი ჩამოვაგდო მაგრამ არ გამომდის ვერ გამომივა არ გამომდის არ ვიცი როდის მე თუ ეს გამომივა და აი ეს ბიჭები ამას ყველაფერს მიჩვეულებიან და სულ ვცდილობ რომ ბიჭებთან ცოტა თავი შევიკავო იმიტომ რომ ზედმეტად და რა ვიცი იმედია ესე გაგრძელდება და ბოლომდე ლევანიკოს ძალიან რთული ყოფილა ახლა შუქნიშანია ზუსტად ჩვენ ამ სახლთან და ჩერდება მანქანები და რა ვიცი დღეში რამდენჯერმე ლევანიკოს სიმღერა ისმის მანქანაში უცებ შევარდები ოთახში რომ არ გავიგო ეს ხმაც არ გავიგო არც ერთი აღარ მიგისმენია ვერ უსმენ ფოტოებს ნახულობ არა ისე ფოტოებს არა რო ასახ აი ტელეფონში თუ რამე შემხვდა იმ შემთხვევაში რამეს ახლა გვანახებთ ლევანის კი როგორ არა წავაგდით აი რა ამას თვითონ ხატავდა ეს თვითონ დახატა კი ეს თვითონ დახატა ეს ლევანიკოს ის არის გიტარისტის ნახატია ლევანიკოს ნახატი ეს ბავშვობიდან თუ პანდემიის დროს დაიწყო ხატვა და ბავშვობაში არ ხატავდა არა არანაირად ფანქარი არ დაუკავე მე ახლა უცებ დაიწყო ხატვა და მე ვთხარი რომ მითხრა დავხატეო რომელი ფიროზმანი შეხარ არ გადაბრიო მეთქი და მე მაჩვენა ერთ-ერთი პირველი ნახატი აი ეს იყო პირველი მე მგონი რაც დახატა აი ეს ნახატები ესენი განათლებებში ხატავდა ლევანის ნახატები რაღაცა ძალიან უცნაური ნახატები ეს ალბომი რომელიც ბოლოს დაანონდოდა ეს ალბომი რომელიც ბოლოს დაანონდოდა ნანუკა და ისაც უქრად ლევანიკოს გადა პირველი და ბოლო ალბომი
აი ცხოვრებას როდის დაასწრებ? ავეჯერებთ ისე დავჩენდი ბოლომდე. ეს ამბავი იყო მართლა მეხის გავარდნა. შოკში ვიყავი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ თეონა ბაღდავაძეს გარდაიცვალა და მე მოვასწარი მისი გაცნობა დუბაიში ვიყავით ერთად და ასმაგად ტკივნეული იყო, იმიტომ რომ ერთის მხრივ თეონას და წარმოდგენილი მქონდა თეონა რა მძიმეს ემოციურ ფონში იყო და მეორე, როდესაც უკვე იცნობ ადამიანს, კიდევ უფრო სხვა განცდა გიჩნდება მის მიმართ. ძალიან მძიმე ამბავი იყო. და ახლა ამ ზაფხულს, როდესაც გვერდს ვერ აუვლიდი ამდენ ტრაგედიას, ამდენ ცუდ ამბავს და რაღაცა მგონია, რომ სხვაზე ვერაფერზე ვერ დაგელაპარაკებოდით, გადავწყვიტე, რომ თეონას შევხვდე. და რაღაცნაირად მოვაყოლო, როგორ გადის ამ გზას, ამ ჯოჯოხას. თეო, ჩემო სიყვარულო, მაპატია რომ დავიგვიანე. იმდენად დიდი უბედურება გავიარეთ ამ საფხულში, პირველი გადაცემა ვერ იქნებოდა, რომ ნამდვილად, ხო, და მოდი და ხო. გადავწყვეტ, რომ შედარებით ისეთ ადამიანებს მივახლოვებოდი, აი, ვისთანაც მიახლოება შემიძლია, მე ხა ვერ მივალდი მამასთან. არა, უმძიმესთან ვერ მივდივარ. შესაბამისად, აი, გადავწყვეტ, თან კიდე ისეთ ადამიანებთან, რომლებიც რაღაცნაირად ცდილობენ, რომ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. იმიტომ რომ აი, როგორ დაძლიოთ ტკივილი კი არა, აი, ხვდები. და საერთოდ შეიძლება თუ არა მის დაძლევა და სხვა როგორ დაგეხმაროს, კი. ანუ რაღაცაში ტრანსფორმირდება, მაგრამ აუცილებლად უნდა დავიწყოთ იქედან, როდესაც შენ დასასვენებლად იყავი და გიფრთხილდებოდა, იმიტომ რომ მე მახსოვს, როდესაც ამბავი გამაგებინეს, რომ თეონას და გარდაიცვალა, პირველი ვარაც გამომხდებს, რომ არ დადო Facebook-ზე არ დაწერო, ხო, კი. დედაჩემს რომ დაურეკე, მიუხედავად რომ ძალიან შვიდი ხმა ქონდა, აბსოლუტურად ჩამქრალი იყო მისი ხმა და აი მივხვდი რომ რაზე დაურეკე, რის გადასამოწმე? სულ სხვა თემაზე მოუფრინავდით და ვუთხარი რომ დამაგვიანდა რეისი, რაც ძალიან იშვიათად ხდება ჩემ ცხოვრებაში და საღამოს რეისით მოუფრინავდა, რადგან მიხვდა რომ მე კიდე დიდხანს მომიწევდა იქ ყოფნა, მითხრა რომ ესეო ავარია მოხდაო და თამუნა არის მძიმეთო. ხო ცოცხალია და კი, რა ცოცხალია სიძახი და იმ მომენტში შენი თავის გრცხვენია რომ როგორ ეხა ცოცხალ ადამიანზე რატო კითხულობ ამას. ბავშვები კარგად არიან. ყველა იმედს ეჭიდები, მაგალითად ეჭიდები, რომ შენზეა დამოკიდებული, შენ თუ დაიჯერებ, რომ ის ადამიანი ცოცხალია, მაშინ ცოცხალია. დედაჩემს რომ დაურეკე, ეს რაღაცა შინაგანი შეგრძნებაა, რომელსაც ვერაფრით ვერ ხსნი, თუმცა სანამ წავკიში არავედი და უკვე დავინახე სასახლე, მაგრამ სანამ სახეზე არ დავხედე, არ ვაჯერებდი ჩემ თავს. ანუ ეს იყო ჩემთვის ბოლო წერტილი, რომ ამის იქით უკვე აღარაფერი აღარ იქნება. თან რა თქმა უნდა მიფრთხილდებოდა ყველა, იმიტომ რომ იქ ორ ბავშვთან ერთად ვიყავი, ჩემ შულთან და ჩემი შვილის მეგობართან და საერთოდ დავკარგე ტრაექტორია. აი ალბათ შედარებისთვის რომ ამოგჭრან ჟურნალიდან და სადღაც მიგაწებონ, ეს შეგრძნება მქონდა, რომ ეს ბავშვები ვერ მივხვდის ვისთან იყვნენ. მე რას ვაკეთებდი ორი ჩემოდნით ვერ მივხვდი და მილანის მალპენზაში არის ეკლესია და ამ ეკლესიაში შევედი, მარტო ვიყავი, აი მართლა რაღაც სიზმარი მგონია, მაგრამ წამოღებული მაქვს იქიდან რაღაც პატარა დაპრინტული კათოლიკური ხატი და უცებ ისეთი ტირილი არ ქვია მას, მე საერთოდ ხმამაღალი ადამიანი არ ვარ. ისევ ხაოდი, რომ შემოვარდა თან ისეთ საკმაოდ დახურული ტერიტორია, ჯერ დაცვა და გავიდა და სასწრაფოს ექიმი. აი მანდ უკვე მივხვდი, რომ მე აღარ ვიყავი ჩვეულებრივი ადამიანი. აი მანდ უკვე ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა, თუმცა კიდევ ვიმეორებ, სანამ აი არ დავხედე სახეზე და არ ამოვიცანი, რომ ეს ჩემი და მამის დაჯერება ძალიან არ მინდოდა. და რომ ამოიცანი, რომ შენი და პირველი ვუთხარი, რომ სტაფილოსფერი კი არა, ვარდისფერი პიჯაკი რო ჩამოგიტანე, ახლა რა უნდა ვიყო მაგ პიჯაკს თქო, იმიტომ რომ იმდენად რაღაცა მინდოდა ეგრევე დავიწყე რაღაც
ოპტიმისტურ კი არა, ცხოვრებასთან შერიგება თითქოს და თითქოს ეს ნივთებზე გადავიტანე, რომ აი იმ პიჯაკს რა უყო, ის როგორ გავაკეთო, ზაფხულშისაც წავიდე და ეს რაღაცებზე საუბრობდი, რაც რა თქმა უნდა ძალიან სევდიანი სანახავი, ალბათ უფრო სევდიანი ვიდრე ადამიანი, რომელიც დამხობილი ტირის და დაკრძალვაზე შენც რო იყავი შეიძლება გახსოვს, ესე იგი ისეთი შორიდან ისეთი კომიკური სანახავი ვიყავი, ეს ჩანთა მეჭირა ხელში, მე არ ვუშვებდი ამ ჩანთას ხელში, გეგონება რაღაც ივენთი მქონდა და აი რო ვიცი ხოლმე ხო იცი მოჭიმული რო დავდივარ და ყველასთან მივდიოდი, მე უცებ მავიწყებ და სად ვიყავი და დავემხობოდი ძირს. ანუ ეს არის ორი სამყაროს ჭიდილი. ეს არის ერთი სამყარო, რომელიც იქამდე შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მე ჩემი ცხოვრება სულ ძალიან მიყვარდა და შენთან მარტივია ჩემთვის ამას ავარ და ჩვენ გვისაუბრე ამაზე ძალიან ბევრი და მე ვგირდები შენთან ლაპარაკს. ეს არის ორი სამყაროს ჭიდილი გლოვა. მე არ მგონია რომ ადამიანები ეგრევე ივიწყებენ რაც მათში იყო და ახალ რეალობას ეგუებიან, იმიტომ რომ აი ეს ჩემი რაღაცა პატარ-პატარა ჩვევები მაგალითად ის რომ ვფიქრობდი ფრჩხილს უყურებდი რომ ფრჩხილი მაქვს გასაკეთებელი, მეილი მომივიდა და მეილს ვპასუხობდი და რაღაცა რა ჩამეცვა იმაზე ვფიქრობდი, არის ჭიდილი შენ თავთან რომ შენ უნდა გადარჩე. ამაში შენი სხეულიც გეხმარება, შენი ორგანიზმიც გეხმარება, იმიტომ რომ რაღაცნაირად გაძლევს ამ ნიშნებს, რომ იმპულსებს, რომ არა ხა შენ უნდა ადგე წყალი უნდა დაალიო, ფეხით უნდა გაიარო ცოტა. ისეთი გამომდინარე იქიდან რომ რაღაცნაირად გარდა ამისა რომ გლოვაში ვიხარშებოდი, შორიდანაც უყურებდი ჩემ თავს, არასდროს არ მიფიქრია სხვათა შორის სიკვდილთან რომ ესე ახლოს მომიწევდა ყოფნა. ბევრი ადამიანისგან მსმენია ვისაც მსგავსი ტრაგედია აქვს, რომ ის სიკვდილი სულ მეშინოდა. ჩემთვის ეს არასდროს არ იყო შიშის ფაქტორი. არ მიფიქრია რომ ჩემი ახლობლები შეიძლება აღარ იყვნენ. თუ რაღაცა მშობლებზეც მიფიქრია, ეს უკვე იმ ასაკში, როდესაც მეც მგონია რომ ძალიან დიდი ვიქნებოდი და ალბათ რომ ჩამოგეთვალა ადამიანები, ვის სიკვდილზეც ვიფიქრებდი, ბოლო იქნებოდა თამუნა. მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მისი სტაბილურობიდან გამომდინარე და ის რომ მაინც მიუხედავად იმისა, რომ არაფერ შუაში არ არის, რომ სიკვდილი ადამიანებს არჩევს მათი ცხოვრების სტილის მიხედვით, ეს არის აბსოლუტური სისულელე, მაგრამ შინაგანად გგონია რომ ვიღაცამ რადგან ისე იცხოვრა, მას დაინდო. აირჩია იცის რომ მეტი რისკი აქვს. კი, ზუსტად, თუნდაც მაგიტო რომ თქვა თამუნა არასდროს არ სვამდა, არასდროს ხო, გახსოვს როგორი იყო, ხო გახსოვს, კი, და სულ ყველას თვალებში უყურებდა რომ ვინმეს რამე არ წყენოდა და ვინმეს რამე არ ქონოდა, თქვა აი ზუსტად რადგან ამ მიზეზებზე საუბრობთ და იმაზე რომ ზოგადად ხო კანონზომიერი არაფერი არ არის, თუ არ ჩავთვლით ახლა რომ მაგალითად ჩემთვის ახლა თანამედროვე საქართველოში ეს იქნება პუტინი. ნამდვილად. დიაგნოზის სიკვდილთან გვაახლოებს, რაღაცების გვაახლოებს და აი აბარია არის ყველაზე მე არ ვიცი მე ვეძახი ამას ჩემი ერთ-ერთი სიკვდილი ვიცით რომ არსებობს ჩვენს ირგვლივ, მაგრამ აი მოულოდნელი ანაზდეულის სიკვდილი არის მეხის დაცემა, უსამართლობა, ყველა ემოცია გავიარე, რაც კი რამე არსებობს. იმის ჩათვლით რომ გავბრაზდი, ოღონდ ეს სიბრაზე ყველაფერზე და ყველაზე ბრაზდები, მანქანაზე ბრაზდები, ჯებირზე ბრაზდები, წვიმაზე ბრაზდები, შენ თავზე ბრაზდები, თამუნაზე ბრაზდები, იმიტომ რომ ვთქვათ რატო არ წამოვიდა ნახევარი საათით გვიანან ადრე, რაც აბსოლუტურად არანაირ მოცემულობას არ ცვლის. ეს ისეთი რაღაცა. ყველაფერზე და ყველაზე ბრაზდები, მაგრამ ამის რაციონალიზაციას რო იწყებ, ამბობ რომ ეხლა გაჩერდე, იმიტომ რომ ეს შენი ბრაზის ადრესატი მარტო საკუთარი თავია, ეს არის შენი თავის დასჯა იმაში, რასაც არანაირი წვლილი არ მიგიწვის და ჩვენ შემთხვევაში არც არავის წვლილი არ უძღვის. როდესაც ალბათ ხდება რომ მეორე ან მესამე ადამიანი არის ჩართული, იქ შეიძლება რაღაცნაირად გადაგაქა ეს ემოცია იმ პრობლემაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მსგავსი შემთხვევებიც, რომ როდესაც ვთქვათ სხვა ადამიანზე ხარ მომართული, შეიძლება ამ ბრაზის მიმართვას ეხმარება კი არა, მაგრამ ხო, იმ წუთას რაღაცა გაცოცხლებს, რომ აი მე რაღაც მიზანი მაქვს, რომ ეს ბრაზი ან ჩავაკლო, ან შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან ცუდი ფრაზაა, მაგრამ შური ვიძიო, იმიტომ რომ ეს არის ადამიანის ბუნებაში, გასაგებია, რომ ქრისტიანულად ეს ძალიან ცუდი გზა არის, მაგრამ ჩვენ ხო ვსაუბრობთ ბუნებრივ ემოციებზე და არა იმაზე, რომ აი
მიიღო რომ იცი რა არის ღმერთს თავისთვის კარგები უნდა ეს აბსოლუტურად გაუაზრებლად მტკივნეული ამის მოსმენა ხო ნუ რაღაცა მე ისეთები მოვისმინე და ისეთები ვნახე ოღონდ არა მხოლოდ ჩემთან მერთებაში ზოგადად მე დავაკვირდი და ალბათ ადამიანის ტვინს ჭირდება ნანუკა ლოგიკა იმიტომ რომ ადამიანს ეშინია ალოგიკურობის თანა შეიძლება შენ დიშულზე კითხო კი როგორ არა როგორ უთხარით ესე იგი ლიზას ისტორია არის ალბათ აი ფილმი რო გადაიღო რომელშიც გინდა რომ სისხლი გაგეყინოს შეგიძლია მარტო ეგ ორი ეპიზოდი ჩასვა ლიზაც იყო ავტოკატასტროფის დროს მანქანაში ლიზა ღვთისწყალობით და მეორე ბავშვი ჩვენი მეგობრის შვილი ორივე ნუ ძალიან მსუბუქი დაზიანებით არაფერი პრაქტიკულად იყვნენ საავადმყოფოში 3 დღე და ლიზამ რეალურად ეს ყველაფერი იცოდა იმიტომ რომ სასწრაფოთი რო წაიყვანეს გამოაცხადეს სახელი და გვარი რომ აღარ მობრუნებულიყო სასწრაფო თუმცა ლიზას არ შეუმჩნევია ეს ერთადერთი დედა ჩემს ურეკავდა და ეკითხებოდა რომ თამუნასთან ერთად თუ ხარო ანუ არ კითხულობდა რომ ცოცხალია გარდაცვლილია ამბობდა რომ უბრალოდ თამუნასთან ერთად თუ ხარ ქუთაისში მოუწია 2 დღე გაჩერება თავისი გამოკვლევებიდან გამომდინარე და მე რაღაცნაირად რომ ჩამოვიდა რა თქმა უნდა მობილიზებული მამა მისი ძალიან კარგი მამა ყავს ბებია მისი ყველა რომ შემოვიდა სახლში უკვე იცოდა ლიზამ გამოიჩინა არაადამიანური სიმტკიცე იმიტომ რომ ჩვენ ცალკეც რო ვისაუბრეთ ამაში მას ეხმარებიან ძალიან ბევრი ადამიანები მაგალითად ჩვენი ძალიან კარგი მეგობარი სოფო ჯაფარიძე რომლის ალბათ ამაგსაც უბრალოდ ვერთ ახვწერ იგივე თუთიკო ცქვიტინძე ესენი არიან თამუნას ბავშვობის მეგობრები რომლებიც ლიზას ერთი წამით გვერდით არ მოშორებიან დედა ну წარმოუდგენელია დედა ჩემს და მამა ჩემს იმიტომ რომ მამა ჩემი მე რატომღაც სულ გოგიზე ვლაპარაკობ თითქოს დედა ჩემს არ ვიჭირს მაგრამ იშვიათი იყო მამა ჩემისნაირი მამა დედა ჩემი ფანტასტიკური დედა თუმცა კარგი დედები ვიცით და მამა ჩემი არის კაცი რომელსაც მაგალითად სკოლაში რომ მივდიოდი ყოველთვის ფეხსაცმელი შეეძლო თვითონ გაეწმინდა თქვათ რაღაცა ზემოდან აი ჩამაცმევდა გამომიყვანდა მამა ჩემის ესეთი ყურება თავდახრილის კაცი რომელიც ძალიან ოპტიმისტი და ძალიან ძლიერია ჩემთვის არის ძალიან რთული რა თქმა უნდა დედა ჩემის ემოციებამდე მგონია რომ ემოციურად ვერ მივდივარ მე თვითონ იმიტომ რომ წარმოუდგენელია თან ბოლო პერიოდში დედა ჩემს დიდი საწარმო აქვს და თამუნა იქ ეხმარებოდა თამუნაც იყო ჩართული და ანუ ეს იყო ერთი გადაბმული ორგანიზმი არც ერთ შემთხვევაში ვერ იტყვი რომ სხვა მომენტში ნაკლებად ან მეტად განიცდის ვინმე მაგრამ ტექნიკურად ყველაფერი თამუნასთან ასოცირდებოდა აი მეილიც კი თამუნას მისდიოდა რომელიც თქვა დედა ჩემს უნდა ენახა და აი ამ დონის ურთიერთობა კიდე უფრო ყოველდღიურობაში გაბრუნებს თორე არ არსებობს რომ ეს ყველაფერი რაღაც მომენტში დაგავიწყდეს და ჩემი ამბობს რომ თამუნა არის ჩემთან მე ეს ვიცი უბრალოდ ამას ვერ ვხედავ მამა ჩემი ძალიან ხშირად დადის სასაფლაოზე მე არა მე არ მიყვარს იქ ყოფნა მეც არ მიყვარს მე ვერ მივდიოდი არ ნამდვილად მონაყოფი ხა ვიცი რომ ყვავილები მაგასატანი იმიტომ რომ რაღაც დაჯის უყვარდა ყვავილები და მინდა რომ ყვავილები ავუტანო და გადავდებ დღე დილით გამოვალ სამსახურში კი ანუ არ არის შენთვის სიმშვიდის მომწონი არ მინდა იქ რა არ მომწონს იქ მეც არ მომწონს იმის შეგრძნება რომ იქ არის ჩემი და არ მომწონს მამა ჩემს არ აქვს ეს მომენტი მამა ჩემ პირიქით ამაზე ძალიან ზრუნავს რაღაცა ჩვენი ბადესმეტრული გმირიც პირიქით ხო ჩემთვის აი იმ დონით სისულელე მიზეზებს ვიგონებ რომ შენიც ჩემ ქუსლების სიყვარული ერთხელ წავკისი თბილისიდან ავდიოდი წავკიში და გამოაცხადა რომ ქუსლები მოცვია და ვერ შემოვალ თქვა ეს თავდაცვის მექანიზმია ანუ შენ დაიჯერე ეს ამბავი რომ იცი რა არის იჯერებ უბრალოდ აი როგორი უცნაური რაღაცას ვიტყვი პირველი ჭირისუფალი ვინც მოვიდა იყო ერთ-ერთი ადამიანი რომელსაც თვითონ ძალიან ცუდ ტრაგედია განცდილი და დიდი ხანი ამ ტრაგედიაში ცხოვრობდა და ესეთი რაღაც გითხრა რომ აი ამას არაფერი არ ეშველებაო აი აქ რაც ხდება ამას არაფერი არ ეშველებაო როდესაც შენ იჯერებ რომ აი ეს არის შენი რეალობა რასაც უყურებ და მე ეკლესიაში გინდა წახვალ რა ვიცი იმარ
ვარხულებ, რასაც ის დაჯერება გაგიჟებს. მაშინ შენ ვერ შეძლებ, რომ სადღაც გადახვიდე და მთელი ცხოვრება იქნები. ხო, ის გადაუშვი. ეს გაშვება რატომღაც ითვლება, რომ ვინმეს კი არ ივიწყებს, ან კი არ ეუბნება, რომ შენ აღარ ხარ. უბრალოდ იმ ფორმაში, სხეულის ფორმაში, სხეულის ფორმატში აღარ არის. მე ამას ვაკავშირებ როგორც დაბადების პროცესთან, იმიტომ რომ თუ ჭიპლარი არ გადაიჭრა, ის ბავშვი ვერ გამოვა ახალ სამყაროში და შეიძლება მას მუცელში გონია, რომ მისი ცხოვრება დასრულდა, იმიტომ რომ მისთვის ეს გარემოა და ჩემთვის თამუნა რაღაც ახალ გარემოში გადავიდა, სადაც მე იგივენაირად ვერ ვხედავ, როგორც ნაყოფი საკუთარ თავს სიბნელეში. ვიბრაციის მჯერა, რომ ეს სადღაც სხვა ვიბრაცია, რომლის ენა მე არ მესმის, მაგრამ სადღაც ვიღაცებს ეს იზმრებათ, ვიღაცები რაღაცებს ისეთ ისტორიებს, ან მისი ნივთი დევს ისეთ ადგილას, სადაც არ ყოფილა, ანუ ეს არის აი იმ ვიბრაცია, გეუბნება, რომ შენ მე აქ ვარ, მე არსად არ წავსულა. შეიძლება ვიღაცამ იმაზე მარტივად იპოვოს ძალა, ვიდრე ჩვენ გვგონია და ჩვენი გაგზავნილი აბსოლუტურად გაუაზრებლად და გულშემატკივრად გაგზავნილი ამან როგორ უნდა იცხოვროს, შეიძლება იყოს მისთვის ძალიან დამაბრკოლებელი. მე არც დედაჩემს და მამაჩემს არ ვეუბნები, რომ თქვენ უნდა იცხოვროთ ლიზასთვის, მაშოსთვის, ჩემთვის. პირიქით, მე ვეუბნები, რომ თქვენთვის უნდა იცხოვროთ, იმიტომ რომ ადამიანი სანამ ცოცხალია, მან უნდა იცხოვროს. ჩვენ ძალიან ვიხარშებით გლოვის პროცესში და ეს გლოვა, აი ვთქვათ, იგივე დასავლეთში. თუმცა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გლოვა აუცილებელია. გლოვა აუცილებელია, მაგრამ გლოვის გარეშე არაფერად არ უნდა დავაჩქაროთ გლოვიდან გამოსვლა. ფორმატზეა საუბარი. ადამიანი რაღაცას ყვება და მას უნდა რომ აი გაიცინოს, ვთქვათ რა და რამაცინებს. არა და არ უნდა იყოს რამაცინებს. რატომაც ვია ეს, აი ლურჯი უნდა ჩავიცვა, თუ შავი უნდა მეცოს. აი ამისგან თუ განვათავისუფლებთ ჩვენ ადამიანებს, არ უნდა ვუთხრათ, რომ როგორ უნდა გადარჩეს. პირიქით. უნდა ვუთხრათ. უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ მის გვერდით, როდესაც მას დაჭირდება ჩვენი თავი.